გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. დღეს ესე იგი ჩვენ გერმანულ ენაში უნდა ვისწავლოთ მოდალური ზმნა müssen, რომელიც ქართულად თარგმნება როგორც უნდა. აი, როდესაც ვამბობთ, რომ მე უნდა გავაკეთო. აი, ამ შემთხვევაში გამოიყენება მოდალური ზმნა müssen და დღეს ჩვენ ვისწავლით ამ ზმნის უღლებას და მე რა თქმა უნდა ამაზე გვექნება დავალებაც. ესე იგი, კიდევ ერთხელ ამ ზმნის საწყისი ფორმა ეს არის müssen და ქართულად თარგმნება როგორც უნდა. ეს გამოხატავს ვალდებულებას. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ აი ეს საქმე უნდა გავაკეთო. მაგ შემთხვევაში გამოიყენება აი ზუსტად ეს მოდალური ზმნა, ანუ müssen. ახლა მოდით ვისწავლოთ ამ ზმნის უღლება. ნახეთ, ეს იუღლება ასე. Ich muss. Ich muss. Du musst. Du musst. Sie, es muss. Sie, es muss. Wir müssen. Wir müssen. Ihr müsst. Ihr müsst, Sie müssen, Sie müssen. მეგობრებო, ესე იგი დაიმახსოვრეთ, რომ მოდალური ზმნის მერე გამოიყენება მთავარი ზმნა, ანუ მეორე ზმნას ვიყენებთ და მეორე ზმნა, ანუ მოდალური ზმნის მერე გამოყენებული ზმნა ყოველთვის უნდა იყოს საწყის ფორმაში, ანუ ინფინიტივში. მაგალითად, წასვლა გერმანულად არის gehen. მე უნდა წავიდე, იქნება ich muss gehen. Ich muss gehen. მუშაობა ეს არის arbeiten. მაგალითად, შენ უნდა იმუშაო, იქნება du musst arbeiten. Du musst arbeiten. Du musst ხო ნიშნავს შენ უნდა და arbeiten არის მუშაობა, ამ შემთხვევაში იმუშაო. ან მაგალითად, სწავლა ეს არის lernen. მან უნდა ისწავლოს. მამრობითი სქესი ამ შემთხვევაში, მაგრამ შეგიძლიათ გამოიყენოთ sie, ან es, გააჩნია რომელ სქესს იყენებთ. muss lernen. muss lernen, ანუ მან უნდა ისწავლოს. აი ასე, ესე იგი ჩვენ ვისწავლეთ მოდალური ზმნა müssen ამის უღლება და მე გითხარით, რომ ეს ამ ზმნის მერე რა ზმნასაც ვიყენებთ, ის ზმნა ყოველთვის რჩება ინფინიტივში. მაგალითად, ich muss gehen, ანუ მე უნდა წავიდე, du musst gehen, შენ უნდა წახვიდე, როგორც ხედავთ, gehen, ისევ gehen, muss gehen, ისევ gehen, an sie muss gehen, an es muss gehen, wir müssen gehen, ihr müsst gehen, sie müssen gehen, ასევე თავაზიანი ფორმა გვაქვს, sie müssen gehen. აი ასე, როგორც ხედავთ, gehen ყველა ნაცვალსახელთან ისევ ერთი და იგივე ფორმით არის გამოყენებული. ახლა კი მოდით გადავიდეთ და შევასრულოთ ერთი დავალება აი ამ მოდალურ ზმნაზე. აი ახლა ეკრანზე თქვენს ხედავთ დავალებას. აქ ესე იგი გვაქვს ორ-ორი ვარიანტი, აი მაგალითად A-ში გვაქვს ich და du და აქ მონიშნულია du, როგორც ხედავთ, ხაზი გაუსვეს du ამას. ახლა წავიკითხოთ წინადება და რატომ აირჩიეს du. Musst unbedingt eine Führung in Schloss Neuschwanstein machen. ნახეთ აქ რა ხდება. Musst წერია. Musst რომელთან გამოიყენება? Du ამასთან. Du musst. ამიტომაც აქ ხაზი გაუსვეს du ამას, როგორც ხედავთ. Du musst unbedingt eine Führung in Schloss Neuschwanstein machen.
Unbedingt ნიშნავს აუცილებლად და schloss ეს არის სასახლე, ციხესიმაგრე. გადავიდეთ B-ზე. გვაქვს wir და ihr. Wir ნიშნავს ჩვენ, ihr ნიშნავს თქვენ. Müssen Nina heute schon um 8 Uhr in den Kindergarten bringen. აქ რა წერია müssen. Wir müssen. წეგან უღლება რომ ვისწავლეთ. Wir müssen. ანუ ესე იგი რომელია სწორი wir და აი ეს უნდა მოვნიშნოთ. Wir müssen Nina heute, ანუ დღეს, schon um 8 Uhr in den Kindergarten. Kindergarten არის საბავშვო ბაღი და bringen არის მოყვანა, ასევე მიყვანა. C წავიკითხოთ. Jens und Olga წერია, ანუ ორნი არიან, იგივე, ანუ ისინი, ხო? Sie ისინი. Jens und Olga და ასევე გვაქვს er, ანუ ის, ამრობითი სქესი. Müssen um 18 Uhr an der Abendkasse sein. აქ რა წერია? Müssen წერია. Er ამის მერე müssen გამოიყენება? არა. Er ამის მერე უნდა გამოვიყენოთ muss. Er muss. ანუ აქ რომელი უნდა მოვნიშნოთ? Jens und Olga. Jens und Olga müssen, რადგან Jens und Olga ორნი არიან, იგივე ისინი. Müssen ისინი ან მათ müssen um 18 Uhr an der Abendkasse sein. Sein არის ყოფნა, ანუ იქ უნდა იყო. ესე იგი, შემდეგი D წავიკითხოთ. Ich წერია და ასევე du წერია. Ich, მე, du, შენ. Muss für heute Abend einen Tisch reservieren. აქ ესე იგი რა წერია მეგობრებო? muss წერია. აქ რა გვაქვს იგი ჩვენ? Ich და du. Ich, მე, du, შენ. Du ამის მერე muss გამოიყენება? არა. Du musst უნდა გამოვიყენოთ. ესე იგი ეს არის ich. აქ იქნება ich. Ich muss für heute Abend einen Tisch reservieren. წავიკითხოთ. Wir და Maria წერია. Wir ანუ ჩვენ და Maria ანუ იგივე ის, რომელიც სქესია sie მდედრობით. Muss am Rathaus warten. ანუ აქ გვაქვს wir და გვაქვს Maria. Wir ჩვენ ამის მერე muss გამოიყენება? არა. Wir müssen გამოიყენება. Wir müssen, ანუ ესე იგი აქ რადგან muss წერია, ესე იგი wir ეს არ არის სწორი და უნდა მოვნიშნოთ Maria. Maria muss am Rathaus warten. და Rathaus ეს არის მერია. Warten ეს არის დალოდება, ლოდინი. შემდეგი წავიკითხოთ. Sie და Nico. გვაქვს აქ. Müssen im Hofbräuhaus essen. Es ist sehr gemütlich dort. Müssen წერია. Nico ეს არის ბიჭის სახელი, ანუ იგივე er. Er ამის მერე müssen არ გამოიყენება. Er muss გამოიყენება. რადგან აქ გვაქვს müssen, ესე იგი უნდა მოვნიშნოთ sie. Sie müssen im Hofbräuhaus essen. Es ist sehr gemütlich dort. Gemütlich ნიშნავს მყუდროს. და ბოლო წავიკითხოთ, ბოლო წინადადება ეს არის du და ihr, du შენ, ihr თქვენ. Müsst bitte noch Milch kaufen. აქ წერია müsst. Müsst რომელთან გამოიყენება? Ihr. ამასთან გამოიყენება, ანუ თქვენ, ihr müsst bitte noch Milch kaufen. Kaufen არის ყიდვა.